Это несправедливо по отношению к такому режиссеру, это несправедливо. Человек отдал жизнь буквально этому театру, и вдруг вот так взять его и убрать, я не знаю. Я, например, лично очень переживаю. Я просто не представляю. И даже не представляю, кто может там его заменить. По-моему, нету такого человека. Это себимда мохдет, каргебимда мохдет, там шенет галамазет. Галамазет это. Хода, ехавит. ჩვენი დაუბრუნებელი არ იყო. ხელოვნებას პირიქით ხელი უნდა შეეწყოს და უნდა განვითარება ქონდეს და უნდა ქონდეს სიტყვის თავისუფლება და ყველაფერი თავის აზრის გამოხატვის. როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში 21 საუკუნეში. მის გათავისუფლებას მე არ ვეთანხმები. იმდენად რამდენადაც ის ძალიან დიდი ბუმბერაზი რეჟისორია, რომელსაც პატივს სცელს მთელი სოფლიო და ამიტომ მისი განთავისუფლება ეს არ ვიცი რა არის წარმოუდგენელია ჩემთვის მიუხედავად იმისა რომ მის გამონათქვამსაც არ ვეთანხმები და სამხატვრო ხელმძღვანელს სამხატვრო საბჭო ირჩევს რამდენადაც მე ვიცი ხო და ამიტომ თავრობის მხრიდან სწორად რუჟუას მხრიდან ამის გადაწყვეტილების მიღება არ ვიცი რამდენად გამართლებულია. რობერტ სტურვასთან რეჟისორი სოფლიოში არ არის და მაგის გულისთვის რობერტ სტურვასთან რისი გულისთვის? რისი გულის და სააკაშვილის და სოფლიო. დემოკრატიასაც ადამიანსაც უნდა ისინი. სასამართლოში ეჩივლა და ეგობას. Razriat რაიმეს თმას აქვს ჩვენთან კანონი სააკაშვილია, კონსტიტუცია სააკაშვილია, სახელმწიფო სააკაშვილია, ყველაფერი სააკაშვილია და რომელ კანონზე ლაპარაკო? შეიძლება რაიმეზე ლაპარაკი, აქ შეიძლება თქვენ დაგაპატიმრონ, მე დავაპატიმრონ, მე მომკლან თქვენ მეთომაც არაფერი, ესე უნდათ. არაფერი არ დააკლდება როგორც გულას დამიჯერეთ. აბსოლუტურად პირიქით უფრო შეუყვარდება ხალხს და უფრო მეტ პატივს სცემენ. დამიჯერეთ რომ ასე იქნება, იმიტომ რომ ნიჭიერი ხალხი არასოდეს არცად არ დაიკარგებიან და ეს უვიცი ხალხი ნაციონალები. საერთოდ ერთი წლის შემდეგ არავის აღარ ემახსოვრებათ მაგათი თავი. ალბათ ეს თეატრის გადასაწყვეტია, იმენ თავი. რომ საქართველოში ავტორიტეტებს ებრძვიან. რობერტ სტურვო არის ერთ-ერთი პიროვნება რომლის აზრს რა თქმა უნდა დიდი გავლენა აქვს ქართველ ერზე და არა მარტო ქართველ ერზე და ამიტომაც რა თქმა უნდა ეხლა როცა ის გამოთქვამს ამ ხელისუფლების მიმართ რაღაც კრიტიკას რა თქმა უნდა ეს არ მოსწონს ამ ხელისუფლებას და თავისთავად ხალხი ებრძვიან რა უნდა ხელისუფლებას მაგათად ხელოვნებაში მაგათ აკეთონ თამეთის საქმე პოლიტიკა თავრობის საქმე არის ხალხს შეუქმნან ელემენტარული საარსებო პირობები, საშუალებები. ეს არის თავრობის მოვალეობა, მეტი არაფერი. ეს მთავრობა სხვათა შორის არჩეულია და ნუ ავიწყდება ამ მთავრობას, როდესაც გადადგებიან. რობერტ სტურვო დარჩება ისტორიაში, ესენი შეიძლება ერთ-ორ წელიწადში არავის არ ახსოვს. მე ვფიქრობ დღეს 21 საუკუნეში, როდესაც არის გვდება სიტყვის თავისუფლება, ცოტა გაუგებარია და ალბათ რაღაცა მეტნაკლებად მიუღებელიც ამის გამო მნიშვნელოვანი თეატრი და ქვეყანაში გაათავისუფლო ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი რეჟისორი როგორც რობერტ სტურვო გახლავთ კაცმა რომელმაც რეალურად ქართულ თეატრში ეპოქა შექმნა მე ვფიქრობ რომ რობერტ სტურვოს არ უნდა ეთქვა იგი მაინც ჩვენ თვლით რომ ჩვენი ადგილი თუ უნდა იყოს ევროკავშირში ესეთი გამონათქვამის ადგილი საქართველოში არ უნდა იყოს საერთოდ